თუმცა ვითარება მაინც დაიძაბა. მივაწყობს პროვოკაცია, ჩვენ პარლამენტარი ხართ, ამიტომ პოლიციას ასე არ უნდა ელაპარაკოს. პოლიციელი არ იგინება პოლიციელი ძალიან ხო პროვოკაციაზე, ნუ მაგეთ ხარ, ძალიან არა ვარ მე მათხოვარი პარლამენტარი. წინასწარ დაგეგმილი სტრატეგიის მიხედვით ტელეიმედმა მიუხედავად იმისა, რომ დილის 8 ნახევარზე მოძრაობის გახსნისას არც ერთი მოქალაქე არ დაშავებულა, 9 აპრილის ანალოგიებით манипуლირება დაიწყო. მოუწოდებთ მოვიდეს აქ, რომ დავავტალოთ ეს დაწინააღმდეგე ხელისუფლება. ყველას ორ საათზე, რუსთაველის გამზირზე დავამთავროთ ეს ხელისუფლება. რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მმართველმა ოპოზიციის ლიდერთა ერთმა ნაწილმა საკუთარ მომხრეებს საპატრულო პოლიციის მიერ დაწესებული შემზღუდავი ხაზის გარღვევისკენ და პროსპექტის გადაკეტვისკენ მოუწოდა. პოლიციასა და მომიტინგეებს შორის ფიზიკური შეხლა შემოხლა აღინიშნა. მომიტინგეებს დაშლისკენ რამდენჯერმე მოუწოდეს. შემდეგ კი რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმა მანიფესტანტთა წინააღმდეგ წყლის ჭავრი და წრემლსადენი გაზი გამოიყო. დემონსტრანტებმა რიხეზე გადაინაცვლეს. პარლამენტის სპიკერის ნინო ბურჯანაძის მოწოდება მოლაპარაკების თაობაზე ოპოზიციის ლიდერებმა არ მიიღეს. ნინო ბურჯანაძე ითხოვს შეხვედრას მის კაბინეტში. იყავით მაგრად, ჩვენ უკან დასახევი არ გვაქვს. ჩვენი ქვეყანაა ჩვენს უკან. უნდა დავამთავროთ ეს ხელისუფლება. 1 საათი კიდე ველოდებით თელ საქართველოს რიხეზე და მერე ჩვენ ვიცით რასაც ვიზამ. მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ერს მოუწყო 9 აპრილის 7 ნოემბერს. დარბევის ხარისხის სიმაღლე გავდა 9 აპრილს. ვითარება კიდევ უფრო დაიმუხტა. გაისმა ხელისუფლების ძალადობით დამხობის მოწოდება. პატარგაციშვილმა ამ ვითარებაში მიმართვა გაავრცელა. სადაც მან სააკაშვილის ხელისუფლებას ფაშისტური უწოდა და მოქალაქეებს მისი დამხობისკენ მოუწოდა. ეს წუთია გავრცელდა ბიზნესმენ ბადრი პატარგაციშვილის განცხადება, რომელსაც ახლა მე ჩაგიკითხავთ. სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმი განწირულია. სააკაშვილის რეჟიმმა აჩვენა, რომ არაფრით განსხვავდება იმ კომუნისტურისგან, რომელთა ჯარისკაცებიც დამნაღმელთა ნიჩმებით უჩეხავდნენ თავებს ჩვენს მოქალაქეებს 1989 წლის 9 აპრილს. სიმბოლურია, რომ ზუსტად დღეს 7 ნოემბერს ბოლშევიკური პუჩიდან 90 წლის თავზე საქართველო ახალ ტრაგედიას განიცდის. ნურავის შეეპარება ეჭვი, რომ მთელი ჩემი ძალღონე, ჩემი მთელი ფინანსური რესურსი უკანასკნელი თეთრის ჩათვლით გამოყენებული იქნება საქართველოს ფაშისტური რეჟიმისგან გასათავისუფლებად. პატარგაციშვილის ტელევიზიამ სურათის დასამძიმებლად ხმა გაავრცელა, რომ სპეცრაზმი სამების საკათედრო ტაძრის დასარბევად მიემართებოდა. რიხის აქციის დარბევის შემდეგ მომიტინგეების ნაწილმა თავის ამბის საკათედრო ტაძარში შეაფარა. ხალხი ამ დრომდე იქ იმყოფება. პირდაპირ ეთერში ნათია მიქიაშვილს ვრთავთ. ნათია, რა ვითარება არის ამ დროისათვის?
რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეცდანიშვილების რაზმის წარმომადგენლები უკვე სამების საკათედრო ტაძრისკენ დაიზრენ. მიუხედავად იმისა, რომ სულ აქ რამდენიმე ასეული მოქალაქე იყო დარჩენილი, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში სალოცავად ამოვიდა, ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე სამების საკათედრო ტაძარს მოაწყდა ხალხი. ხალხის რაოდენობა აქ წუთს მატულობს. რამდენიმე წუთის წინ ახალგაზრდებს ჰქონდათ წრეშეკრული, კითხულობდნენ მამაოჩვენოს. ქვემოდან ქუჩიდან ამოსული ადამიანები ამბობდნენ, რომ სპეცდანიშვილების რაზმის წარმომადგენლები კვლავ ისვრიან რეზინის ტყვებს. ნამდვილად როგორც კი სამების საკათედრო ტაძრის ეზოს გაცდებით დგას გაზის სუნი, ცრემლსადენი გაზის სუნი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გამოიყენეს როგორც რუსთაველის პროსპექტზე, ასევე რიყეზე. ჯერჯერობით ინფორმაცია იმის შესახებ აპირებენ თუ არა ნამდვილად ამოსვლა სპეცდანიშვილების რაზმის წარმომადგენლები პოლიციის თანხლებით სამების ტაძრის ეზოში. ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დაზუსტებული არ გვაქვს. ჩვენ თუ რამე მასალა მოვიპოვეთ ამის შესახებ, თუ ნახეთ კადრები, როდესაც უკვე სპეცდანიშვილების რაზმის წარმომადგენლები მოდიან ტაძრისკენ, ამას მაყურებელს აუცილებლად შევთავაზებთ, თუმცა ქვემოდან ამოსული ადამიანები პანიკაში არიან, იმიტომ რომ არ არის გამორიცხული, როგორც ისინი ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსახლეობა და აქციის მონაწილეები, რომლებიც თავის სამების საკათედრო ტაძრის ეზოს შეაფარეს, აქაც დაარბიან. ძალიან დიდი მადლობა ნათია მიქიაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში სამების საკათედრო ტაძარს დარბეულ მომიტინგეთა ნაწილმა შეაფარა თავი, თუმცა როგორც ჩანს, მათთვის არც იქ ყოფნა არის უსაფრთხოად განვრცელდება ცნობა, რომ სამებისაკენ სპეცდანიშნულების რაზმი დაიძრა. ამ ინფორმაციის გადამოწმებას ჩვენ ახავთ. ამას ვითარებას საბოლოოდ უმართავი უნდა გაეხადა. რასაც უკვე მოყვებოდა წინასწარ მომზადებული და კარგად შეიარაღებული ჯგუფების ამოქმედება. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციის შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა, მთავარი მიზანი მიღწეული იყო. 7 ნოემბრის არეულობა მსხვერპლის გარეშე დასრულდა. იმედის მაუწყებლობა შეწყდა. ბოლო წუთებამდე ტელეკომპანია მასობრივი არეულობის კიდევ უფრო გაღრმავებას ცდილობდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სახელმწიფო გადატრიალების რუსული გეგმა ჩაიშალა. ამიტომ მე მივიღე გადაწყვეტილება და მაქვს ესეთი წინადადება და გადაწყვეტილება, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს 2008 წლის 5 იანვარს. გადმოვიტანოთ აქეთ. ჩავატაროთ ახლა. ჩავატაროთ ზედმეტი გადადების გარეშე. იმიტომ რომ მე როგორც ამ ქვეყნის ხელისუფალს ჭირდება თქვენგან არაორაზროვანი მანდატი იმისა, რომ გაუკლავდეთ ყველა საგარეო საფრთხეს, გაუკლავდეთ ყველანაირ ზეწოლას საქართველოზე, გაუკლავდეთ საქართველოს ტერიტორიების ანექსირების ცდილობას, გაუკლავდეთ ზაყრულ გეგმებს საქართველოს ტერიტორიების მითვისების, რომელიც აბსოლუტურად ზუსტად არსებობს, გაუკლავდეთ იმ გეგმებს, რომელიც მოქმედებაშია, რომ საქართველო არიონ, საქართველოს შეარყიონ, საქართველოს მიმართწმენა შეარყიონ, ქართულ ხალხს ერთხელ და სამუდამოდ ხელი ააღებიონ თავისუფლებაზე და დაგვაბრუნონ 1921 წელს საქართველოს ანექსიის, საქართველოს დამონების, საქართველოს დემოკრატიის აღსასრულის პერიოდში. ნოემბრიდან რამდენიმე დღის შემდეგ საქართველოს ტერიტორია ბოლო რუსმა ჯარისკაცმა დატოვა. 1 декабря 2007 года группа российских войск в Кавказе прекращает свое существование. Თუმცა სამშვიდობო კონტინგენტის სახით რუსეთი ჯერ კიდევ აგრძელებს აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციას.